მოგესალმებით. დღეს განვიხილოთ პროგრამა 3D Maker. მოკლედ, პროგრამის მეექვსე ვერსია ჩვენ უკვე განვიხილეთ. და ეხლა მინდა განვიხილო, გამოვიდა ახალი ვერსია და განვიხილო ეს ახალი ვერსიაც, იმიტომ რომ არ არის ცუდი პროგრამა და გარკვეულწილად, ანუ თავის საქმეში ის ნორმალურია. ასევე მინდა თქვა, რომ პროგრამა ფასიანია, რა თქმა უნდა. მისი უფასო ვერსია ვიპოვე ფაილჯის. ეს ყველაშორის file.js ვიყენებ ზირთად ამ სერვერ საიტს, რომელიც ყველაფერს ვოულობ და აღარ გადავდივარ სხვა საიტებზე. და რაც თავარია მომწონს მისი დიზაინი. ბონის დიზაინი მაინც არ მომწონს, ცოტა რეკლამები დაამატეს, მაგრამ ფაილში კაირია, ნორმალურია. არანაირი გობორტი არ მაქვს და თქმა უნდა ვიყენებ მას მაქსიმალურად. კარგი პროგრამის მეშვიდე ვერსია, თავისი კრაკით ყველაფრით მოგლეთ, გადავიწერეთ და ვნახოთ. Так. მოყვება გასაღები ეს. მოყვება საინსტალაციო, დავიწყოთ ინსტალაციის პროცესი, ეს არ უნდა წაგვართოს დიდ დრო, იმიტომ რომ პატარაა, სულ რაღაც 20 მეგაბაიტია ზომაში, სტანდარტული ინსტალაცია. მანამდე ჩვენ კრაკი დავაკოპიროთ. ეს არის პროგრამა. აქ ინსტალაციას მორჩა, ახლა პროგრამის ფოლდერი უნდა ვიპოვოთ, რომ კრაკი ჩავსვათ, მისი ფოლდერი არის C-disk-ზე. 3D Maker, ეს არის მისი ფოლდერი. გამოვიძახოთ run-ი და ჩავაკოპიროთ ეს პროგრამა. რა თქმა უნდა, კოპირება უნდა გააკეთო, იმიტომ რომ უნდა გადააწეროს, კაი, გავუშვით. ამ შემთხვევაში უკვე ლიცენზიას აღარ მოგთხოვს და არის და ეს მესიჯი თუ არ გვინდა, don't. პირველი რაც არის, რომ ახალ ვერსიას, მეექვსე ვერსიას დაუმატეს Facebook-ი, Twitter-ი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ წინა ვერსიებში ეს არ იყო. გაზიარებები და ასე შემდეგ. და ეს ქონდა, ეს თავისი სასწავლო ვიდეო გაკვეთილი ესეც შეგვიძლია წავშალოთ და რას აკეთებს პროგრამა ჩვენ ადრეს განვიხილეთ, მას გააჩნია ანიმაციები, ასეთი ტიპის, ან შეგიძლია ანიმაცია გათიშო, ძირითადად მუშაობს GIF-ზე. ანუ მას გააჩნია სხვადასხვა ანიმაციური ფონტების, აქ შეგვიძლია მათი არჩევანიც არსებობს. აქ არჩევობს მათი არჩევანიც, თუ როგორი ანიმაციური ასე ვთქვათ, სათაურები შევქმნათ. ეს შეიძლება გამოიყენოთ პროგრამაში რაღაც დასახატად, ან შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა ტრიკზე 3D ანიმაციებში, ესე რომ მაგას გამოსავალს ნამდვილად ასე ვთქვათ, ვუყონით. გარდა ამისა, მას გააჩნია კიდევ აი აქედან ასაც შევით, აქ უკვე უფრო წარწერების სტილია და სხვადასხვანაირია. ამას შეგვიძლია სხვადასხვა ვარჩევთ, იგივე ანიმირებული. ან 4-5 ფოლდერია და აქედან შეგვიძლია იგივე screensaver-ი დაყენების შემთხვევაში და აქედან შეგვიძლია რაღაცები მოკლედ ავარჩიოთ. მაგალითად, ეხლა იყოს რაღაც ესეთი. походу ეგეთი ანიმაცია და ვირჩიოთ დიზაინი, ხო, როგორი ანიმაცია, რა გააკეთოს ამ ანიმაცია. ყველასთვის წინა ვერსიას უფრო საინტერესო არჩევნები ქონდა. აქ იქნება განახლება და დაუნლოადი, ანუ ამ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს ახალი ვერსიები. ხო, ამ შემთხვევაში ეს გადმოწერს ახალ პაკებს, ახალ განახლებებს და ასე შემდეგ. ანუ ტექსტებს და თუ მასთან მუშაობთ, ასე ვთქვათ, რომ უფრო თანამედროვე ტექსტები და ასე შემდეგ. აქედან შესაძლებელია მისი, შებრუნება ყველა მხრიდან, ასევე სხვადასხვა ფერის კორექცია, იგივე წარწერის წარწერა აქედან ხდება. ამ შემთხვევაში აქ ბევრი ის უწერია, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ. სხვადასხვა ტექსტები იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს. შეგვიძლია ასევე გადიდების ფუნქციით ახლოს მოვიყვანოთ ან მართოთ. პატრიალოთ სასურველ მხარეს ამ შემთხვევაში აქ ეხლა დაწვრილა ხო, წინას დავასკელეთ ეს. პარამეტრები მართება სხვადასხვა აქედანაც, ნებისმიერ ცვლილება შეგიძლია აქედანაც გააკეთო. და ეს ახლა ამას ყველაფერს რა თქმა უნდა მე ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ საკმაოდ დროს წაიღოს. იგივე ფერის კორექცია და ასე შემდეგ. კარგი, პირველი და რა გავაკეთე ტექსტი, ეხლა როგორ მოვახდინო მისი ჩაწერა. ფაილში აქვს ესეთი საშუალება, save-ის საშუალება,
რომელთაც იმახსოვრებს თავის ფორმატებში, ანუ ამას ჩვენ ამით ვერაფერს ვერ ჩავწერთ რეალურად. ამით შეიძლება ჩავწეროთ ბავშვად ნახევრად დასრულებული პროექტი. რაღაცები დავამთავროთ, რაღაცებს ვერ ვრჩებით და ამით შეგიძლიათ ჩაწერო და თვითონ პროექტი და მერე მხოლოდ ამ პროგრამით შეიძლება მისი გახსნა, მაგრამ ესეთი რაღაცა ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომ მინდა ნორმალური ჩაწერა. ვაწერა აი ამ განყოფილებას, აი ეგ ის არის ეგეთი. ამ შემთხვევაში არის რამოდენიმე ფორმატი, იგივე AVI ფილმების შემთხვევაში, ANI ეს არის, ANI ფორმატი არის კურსორების შემთხვევაში. ანუ მისი გამოყენება შეიძლება მაუსის კურსორადაც. ფლეშები, GIF-ი და ეს რაღაც პროგრამა. ასე იგი, მოკლედ, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება GIF-ი, იმიტომ რომ GIF-ი ნორმალურია და ყველგან შეგვიძლია გამოვიყენოთ. ანუ სურათად ვიძახი გულისხმობ, აქ რაღაც პარამეტრები რომლებიც საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მისი ხარისხი გამოვიწეროთ, გააჩნია მის მდგომარეობას. ეხლა ამ ხელა ის არ გვინდა 900 რაღაცა გაფართოებით, არ გვინდა შეგვიძლია დაბალი გაფართოებით იყოს. და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მაგალითად ავატარად გააკეთო, ხო ესეთი რაღაცები. ახლა ამას მოფიქრება უნდა კიდე, ანუ თავისი შაბლონები აქვს, მაგრამ გაცილებით უკეთესი მოფიქრება შეიძლება თუ სრული იქნება და ასევე მოდი ავიღოთ ფლეში. ფლეშადაც გავაკეთოთ რაღაც. ფლეშსაც რა თქმა უნდა თავისი პარამეტრები გააჩნია. ხო, შაბლონად გულისხმობ, ანუ საიტებზე ავატარად გულისხმობის დაყენებას ესე შესაძლებელია, იმიტომ რომ ამის საშუალებას გაძლევს. უბრალოდ ჩვენ ახლა აღარ ჩავუხმოვდით და აღარ დავაყენეთ აქ სხვადასხვა სპეციფიკები, თორე საშუალება ნამდვილად აქვს ამ პროგრამაზე და თავის საქმეში ერთ-ერთი წამყვანია. პირველ რიგში ნახოთ GIF-ი ჩვენ რომელიმე ბრაუზერით უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ დოშიც რაღაც არ სიამოვნებს ზოგჯერ GIF-ის გახსნა, ну GIF-ი მუშაობს. და ეხლა ვნახოთ მეორე ფლეში, რომ ფლეშის დაყენებას ასევე ნებისმიერ პროგრამას აქვს ფლეშის მხარდაჭერა. მას არანაირი გართულება ფლეშთან არ აქვს, ძალიან ბევრ პროგრამას პირიქით უკვე ურჩევნია ფლეში ჩაწეროს, ვიდრე MP4. ну არის ეგეთი პროგრამები. კაი, მოკლედ სულ ეს იყო, ეს ახლა მარტივი გაკვეთილია და პროგრამის მარტივი განხილვა. თუ რამე და როგორც ასეთი ანიმაციის შექმნა ჩვენ თვითონ შეგვიძლია, იმიტომ რომ აქაც როგორც ხედავთ ის აკეთებს კადრების მიხედვით, ანუ სულ არის 7 კადრი და სხვადასხვა ქმედება. შენ შეგიძლია ჩვეულებრივი GIF-ით სანატურად როგორც აკეთებენ GIF პროგრამები, რომლებიც GIF-ზე მუშაობენ, ну აი რამოდენიმე სურათს უერთებ ერთმანეთს, ახვევ და ხდება GIF-ი. იგივე პრინციპს აკეთებს აქაც, არის 7 სურათი და რა თქმა უნდა, მათი შეერთების შედეგად გამოდის ვიდეო, რომელიც წარმოქმნის GIF-ს. ამის გაკეთება ჩვენ თვითონ შეგვიძლია ამ პროგრამის საშუალებით, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სტანდარტული შაბლონები.